ჩვენ წვეულების გამართვა აუცილებლად გვჭირდება. ზუსტად, შაბათ-კვირა სამუშაო დღეებისგან მხოლოდ ტელევიზორის ახალი პროგრამით განსხვავდება. ისეთი წვეულება უნდა მოვაწყოთ, რომ ყველა ითხოვდეს მასზე დასწრებას. გადაწყვეტილია, მოდი ყველაფერი ჩავწეროთ, რაც გვჭირდება. ბუშტები, მაგარი დიჯეი, ფუდკორტი ეზოში. ყინულის ქანდაკება, დიდარი ადამიანის წვეულებების მსგავსად, რა თქმა უნდა, ბარი. რა წვეულება იქნება მაგარი კოქტეილების გარეშე? კარგი, რამდენი გვინდა? გამოდის, რომ სულ მცირე გვჭირდება $20,000. მე მგონია, რომ ცოტათი აქ ფული გვაკლია. ცოტა? უბრალო კარადისთვისაც კი არ გვაქვს საკმარისი. კარგი, თქვათ დიდ სივრცეზე უარი ვთქვათ. ღობის უკან ასეთი მინდორი გვაქვს. რამდენიც გინდა, იმდენი ადგილია. კარგი, მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს. დედისგან ფულის სესხება. ზუსტად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ფულს არ მოგცემს. ისევ გშიათ, თქვენს შემდეგ ჭურჭელი უკვე გავრეცხე. არა, ამისთვის არ მოვსულვართ. მადლობა. მეგონა ისევ საჭმელს მომთხოვდით. ჩვენ გთხოვთ, მაგრამ არა საჭმელს. კარგი, დედა, ძალიან გვჭირდება, რომ ფული გვასესხო. პრობლემა არ არის. $10, $20? $20,000. რა? ციხიდან ვინმეს გამოსასყიდად გადახდასაპირებთ? გვინდა წვეულება გქონდეს. ყველაზე მაგარი ჩვენს ცხოვრებაში. იცით რა? ეს უკვე ძალიან ბევრია. ფულის ფასი თქვენ არ იცით. წადით და თავად იშოვეთ ეს ფული. ვიშოვოთ? ჩვენ თვითონ? კარგი, როგორც შენ სხვა გზა არ გვაქვს. ტანია უარს ამბობს ჩვენს დახმარებაზე. უბრალოდ უნდა მოვიფიქროთ, საიდან შეგვიძლია ამ $20,000 გამომუშავება. იქნებ სამსახური ვიშოვოთ? ვინა გვიყვანს თუ არა სულწონები ვართ? გვაქვს ერთი ვარიანტი, ჩვენი საკუთარი ბიზნესი. იქნებ ვასწავლოთ ხალხს ჯადოსნური ხრიკების გაკეთება? ჯერ ისეთი ადამიანი უნდა ვიპოვოთ, ვინც ამას გვასწავლის. გვჭირდება რაღაც ორიგინალური, ისეთი რამ, რაც არასდროს არ გაუკეთებია. იქნებ მეხანძრის კოსტუმები ზაზუნებისთვის? და ვინ იყიდის მათ? ზაზუნების მფლობელები. გვჭირდება ისეთი რამ, რაც ყოველთვის აქტუალურია და რომელზეც მოთხოვნა იქნება. ზუსტად, საჭმელი. ხალხი ყოველთვის ყიდულობს საჭმელს. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი რესტორნის გახსნა, მოძრავი რესტორანი. ეს ძალიან მაგარი იქნება. თავარი კითხვა, რის გაყიდვას ვაპირებ? შემწვარი ღორის ყურები, მე ისინი ძალიან მიყვარს. არა, ბოგდან, ისეთი რამ უნდა მოვამზადოთ, რაც ყველას მოეწონება. არაფერი პირადული, მაგრამ ყურები ძალიან დილეტანტურია. ჰოთ-დოგები, ყველას უყვარს ჰოთ-დოგები. ზუსტად. მოვარჯიში ადამიანებს ჰოთ-დოგები არ მოსწონთ. მოიცა, შეგვიძლია გავყიდოთ არა მხოლოდ ჩვეულებრივი, არამედ ჯანსაღი პროდუქტებიც. კარგი, სოიოს ზეხვით და соуსის გარეშე. ზუსტად, ცუთის დაკარგვა არ შეიძლება. ძალიან ბევრი უნდა მოვამზადოთ. რატომ ვართ აქ? საკუთარი ბიზნესის გასახსნელად ფულია საჭირო, თორემ რითი ვიკირავებთ ფურგონს და ვიყიდით პროდუქტებს? ჯანდაბა, ამაზე არ მიფიქრია. კარგი, და რამდენიმე ათასით ზედმეტი გვაქვს? სამწუხაროდ არა, მაგრამ ვიცი, სადაც ვიშოვო. კარგი, ჩემ ლეპტოპს დავალომბარდებთ. რა? მზად ხარ ამ ყველაფრისთვის შენი ლეპტოპი გაწირო? ეს არა გაწირვა, არამედ რისკია. იმედი მაქვს ბიზნესი ბევრ ფულს მოგვიტანს და ყველაზე მაგარ წვეულებას გავმართავთ. მე ამის უფრო მჯერა ვიდრე თოვლის ბაბუის. წავიდეთ. ეს ფურგონი ჩვენ ვიქირავეთ? ამ ფურგონიდან საჭმელს არავინ შეჭამს, თუნდაც უფასოდ მივცეთ. ჩვენ მას იდეალურად ვაქცევთ ისეთად, რომ ვერც კი ოცნებებდით. ეს შეუძლებელია. ასე არ არის. თორემ ლეპტოპის დასაბრუნებლად ლომბარდში შენი დატოვება მოგვიწევს. კარგი, შევუდგეთ საქმეს. არ მეგონა მანქანის გარეცხვა ასეთი სახალისო თუ იქნებოდა. კი, სახალისოა. სახალისო რა ნახე აქ? კარგი, დამშვიდდი. ჩვენ საკუთარ ბიზნესს ვიწყებთ და ბიზნესი უნდა ბრწყინავდეს, რომ კარგი შემოსავალი მოიტანოს. დანარჩენ კონკურენტებთან შედარებით უფრო მაგრები უნდა ვიყოთ. მოდი, ყველა ნაგავი გამოვიტანოთ. კი, წამოდი. სივრცისთვის ორგანიზება გვჭირდება. გირჩევთ რომ დახლი გავაკეთოთ. და რატომ გვჭირდება ეს დახლი? კარგი, არ გინახავთ რომ დიდ მაღაზიებში სულ აქვთ ხოლმე და გამყიდველი ამით ვაჭრობს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ასეთის დამზადება. და საიდან მოიტან მას? ერთი წამით? ასე კარგია? მიდი, უფრო მაღლა ასიე, შენც უფრო მაღლა ასიე. ნახეთ, რა მაგარი გამოვიდა.
აქედან გავყიდით. კარგი, სიტყვები უკან მიმაქვს. მაგარია. ასევე მანქანას ბრენდირება სჭირდება. როგორ? მანქანაზე ყველგან მისტიკოლის ლოგოს განთავსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რათა ხალხმა გაიგოს, რომ ეს ჩვენია. თანაბრად. ეს ყველაზე მაგარი ფურგონია. დიახ. სახელი უნდა მოიფიქროთ. როგორც ამბობენ გემს, როგორც სახელსაც დაარქვევ, ისე იტივტივებს. ეს გემი არ არის, ეს ფურგონია. გადატანითი მნიშვნელობითაა ასეთი გამონათქვამი. გირჩევთ ჩვენს რესტორანს, სდრუნება დავარქვათ. უფრო ეს სოფლის სასადილოს სულელური სახელია. უფრო მოკლე და უფრო მაგარი სახელი გვჭირდება. იქნებ რამე არ მოვიგონოთ, ჰოტდოგები ვუწოდოთ და ყველაფერი ნათელი იქნება. მაშინ მართლა ცხელი ძაღლები დავარქვათ. უფრო სახალისოა. ზუსტად, ცხელი ძაღლები. არ გგონიათ რომ ხალხი ჩვენ ჰოტდოგებთან დაგვაკავშირებს? მე ხომ მამაკაცი ვარ. სწორი ადგილი შევარჩიოთ, სადაც ფურგონს დავაყენებთ. ჩვენ გვჭირდება რაღაც კომფორტული და ხალხმრავალი ადგილი. მაშინ შეგვიძლია ჩემს ოთახში გავაკეთოთ. ის ეზოსავითაა, ვისაც უნდა იქ მოვიდეს. ალბათ შენი უცნებაა ოთახში ჰოტდოგებით სავსე ფურგონი რომ გქონდეს. იცით, მაგრამ ჰოტდოგების მაგარი იქნება. შეხედეთ, იქნებ იქ კომფორტულიცაა და ხალხი ფეხით დადის. შესანიშნავია, ფურგონს აქ გავაჩერებთ. ცუდი არ არის, უნდა გითხრა. დიახ, ეს ადგილი ჩვენი შესანიშნავი ჰოტდოგების ღირსია. აბა, გაიცანით ბიზნესმენები. ჩვენ ამ ქვეყნად ყველა ფულს გამოვიმუშავებთ. ჰოტდოგები, იყიდეთ სანამ რიგი არ დადგება. იყიდეთ, უგემრიელესი ძეხვეული. ბევრ ადამიანს სურს ჩვენი უგემრიელესი ჰოტდოგები. იყიდეთ ისინი, ნუ მოგერიდებათ. კარგი, სასმელად რა გინდათ? იქნებ კოლა, ფანტა, პეპსი თუ წყალი? ახლა ცოტა მაიონეზს დავამატებთ. რიგი გრძელია, უფრო სწრაფად მოხარშე. თქვენი კოკა-კოლა, აიღეთ თქვენი კოლა. ეს ჰოტდოგებისთვისაა. მადლობა, ხურდა არ მინდა. მაგარია, ამდენი შეკვეთა 2 საათის განმავლობაში. კარგი, ეს იმიტომ ხდება, რომ მე ძალიან სიმპათიური ვარ. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაც მაგარ ჰოტდოგებს ამზადებს. სულ ესაა, ეს არაფერ შუაშია. აქ კლიენტები ჩემს გამო მოდიან. რა განსხვავებაა? ჩვენი ბიზნესი წინ მიიწევს. ასეთი შემოსავლით ერთ კვირაში წვეულებისთვის ფულს შევაგროვეთ. იმედია არავინ შეგვაწუხებს, რადგან ეს ხანდახან ხდება, ცელქობის კანონის თანახმად. ჰოტდოგები. გამარჯობა, რას მიირთმევთ? მინდა რომ შენ და შენი მეგობრები დღესვე წახვიდეთ აქედან. თორე მიცოდეთ პირადად თქვენგან გავაკეთებ მე მწვადებს. ვინ ხარ შენ? მე კარენი ვარ. 20 წელია აქ, გემრიელ, წვნიან წვაწყვიდი და ეს სამი ღლაპი აქ მე კლიენტებს მართმევს. კურს მართმევს. ჩვენ შენი კლიენტები არ წაგვიყვანია. არა, მართალი. არა ხარ მართალი, შესულედო ზაფრანა. მაგრამ აქ არ წერია რომ ეს თქვენი ადგილია, ასე რომ ჩვენ გვაქვს სრული უფლება რომ აქ ვივაჭროთ. მოკლედ, გაგაფრთხილეთ. თუ ხვალ კიდევ ერთხელ დაგინახავთ აქ, ძალიან კარგად ნახავთ თუ რაც მოხდება. სამწვადე ხორცი მომზადდება. მოკლედ, მიმიხვდით ალბათ. კარგი. რა იყო ეს? ჩვენი ჰოტდოგები იმდენად კარგად იყიდება, რომ მისი მწვადი არავის აღარ სჭირდება. გონი საქმე მხოლოდ ჩვენს ჰოტდოგებში არ არის. ის ნახე, მასთან მისთვის შემეშინდებოდა მისი კლიენტი რომ ყოფილიყავი. კი, მაგრამ ის ძალიან საშიშია. იმედია მისი მწვადი ყელში არ გაგვეჭედება. რატომ წუწუნებთ ასე? მას უბრალოდ ჩვენი დაშინება უნდა. უარესებიც გამოგვივლია. ბავშვებო, დღეს ჩვენს საკუთარი ბიზნესი გავხსენით. ვიცი, რომ ყველა ბიზნესმენი გამჭრიახი უნდა იყოს, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ ბავშვები ვართ. თუმცა ზრდასრული ხართ იმისთვის, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღოთ და გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება და გამოიწეროთ ეს არხი. რაც უფრო გამჭრიახი იქნებით ახლა, მით უფრო მეტი ფული გექნებათ, როცა გაიზრდებით და შემდეგ ჯერზე ვნახავ გამომწერების რაოდენობას. თუ ახლა გამოიწერთ, როცა გაიზრდებით, ბევრი ფული გექნებათ. სულ ესაა, მე გავიქეცი. მომეცით ჩემი ჰოტდოგი? კი, ერთი წამით უფრო სწრაფად დაასხით. სად ვიყიდო პეპსი ახლა? კოლა ხომ არ გინდათ? კი, დოგვი და მაიონეზი გინდათ? კი, კეჩუპის დამატება? კი. მიდი, იმუშავე. ჰოტდოგები მართლაც გემრიელია. ძალიან დავიღალე. მაგარია რომ სამუშაო დღე დასრულდა. მზად ვარ სახლში დავბრუნდე და მაშინვე დავიძინო. მესმის, ეს ჩემი ჩვეული განცდაა. ყველაფერი ფუჭი არ ყოფილა. შეხედეთ, რამდენი ფული ვიშოვეთ. ევროები მაგარია. ჰოტდოგებს კიდევ გავყიდით და მილიონრები გავხდებით. დედა შოკირებული იქნება. თავარია ახლა სახლამდე მივიდეთ. კარგი, წავიდეთ.
მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა. უზარმაზარ ფუნთუშას უნდოდა ჩემი შთანთქმა და სირვილი არ შემეძლო. ფეხების ნაცვლად ზეხვეული მქონდა. სამუშაო მომენტებია, ასე ვთქვათ. მოუთმენლათველი ჩვენს სამსახურში მისვლას, ბევრ ფულს ვიშოვით. კლიენტების გახარებაც მინდა. სხვათა შორის კლიენტების შესახებ, როგორც ჩანს, უკვე აქ ვიღაც იყო. კარგი, საინტერესოა, ვის შეეძლო ამის გაკეთება? აბა გამოიცანით ვის. როგორც ჩანს, კარენი. გუშინ აქ იყო, ახლა გვემუქრება. ზუსტად, კარენია 100%-ით. გაბრაზებულია რომ ისევ მუშაობთ. მოიცა, იქნებ წვადი ვიყიდოთ, რომ არ განაწყენდეს ასე? რომ მოგწამლოს? ჯობია ასეთ მოწინააღმდეგეებთან ფრთხილად ვიყოთ. მუშაობა დავიწყოთ. იქნებ უბრალოდ ჩვენი შეშინება უნდა. იყიდეთ ჰოთ-დოგები. მართლაც გემრიელია. გამარჯობა. მე სანიტარული ინსპექტორი ვარ. როგორი შარაშკინის ოფისი გაქვთ აქ? ბოდიში რა? უფრო ახლოს მოდი, უფრო ახლოს. შემოწმება! გაქვთ ამ სულელური რაღაცის გაყიდვის ნებართვა? ჩვენ მხოლოდ ჰოთ-დოგებს ვყიდით. არ მაინტერესებს, რას ყიდით აქ? ნებართვა გაქვთ? ნებართვა მაინტერესებს. გესმით? ნებართვა მომეცით. აქვე, სწრაფად, ნებართვა. ჩვენ გვაქვს ნებართვა. შეგიძლიათ ზეხვეული ამ ხალხში შეახვიოთ. დიდი ალბათობით ყალბია. მაშინ რატომ მოითხოვე ნებართვის წარგენა თუ ფიქრობ რომ ყალბია? რა მოხდება თუ იმდენად ზარმაცები ხართ რომ ყალბი ვერსიაც კი არ შეგიქმნიათ? კარგი, ჯარიმები ყველასთვის. კარგი, რა არის აქ? რა? ეს რა არის? ეს თმა. მენიუში ბეწვიანი ჰოთ-დოგები გვაქვს. ეს ინგრედიენტია. როგორ შეგიძლიათ ამის ახსნა? მარტივია, ეს ჩანგალია. ნუ იქნებით სარკასტული. გოგონავ, ის 5 მმ-ით მარსნივდებს, ვიდრე უნდა იყოს. დარღვევა! მაგრამ რა არის ამაში დარღვევა? დარღვევა კანონით ისჯება. თუ გსურთ რომ ველოსიპედით სიარულის დროს ჩანგალი თვალში მოხვდეს ვინმეს, შეგიძლიათ ის სადაც გსურთ იქ დატოვოთ. დანები, აქ დანებია. სამზარეულოა, რა თქმა უნდა, აქ დანებია. ეს რა არის საერთოდ? აქ დანები გაქვთ და ვინ მომცემს გარანტიას რომ დანაშაულს არ გეგმავთ? კარგი, ილოცეთ რომ თქვენი სასადილო დღეს არ დაიხუროს. თხოვთ, ერთი წამით განვიხილოთ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ. კარგი, ჩვენი რესტორნის დახურისუფლება არ უნდა მივცეთ. კარგი, და რა ვქნათ? შევკრათ და მდინარეში თევზების ყურების საშუალება მივცეთ? არა, ბოდია. შეიძლება თევზები არ უყვარს. მისი მოსყიდვა გვჭირდება. რაიმე შევთავაზოთ. რა შეგვიძლია შევთავაზოთ მას? მანქანის გარეშე ხო? არა, შეგვიძლია უფასო სადილი შევთავაზოთ. ყველას უყვარს უფასო ჭამა, უხამს ინსპექტორსაც კი. კარგი, მზად ხართ დაემშვიდობოთ თქვენ მშვენიერ დაწესებულებას? იქნებ როგორმე შევთანხმდეთ? რა? ქრთამი! მამა ჩემი ინსპექტორი იყო, ბებია ჩემი ინსპექტორი იყო და ჩემს მოსყიდვას ცდილობთ? არა, ქრთამი არ არის. ეს მზრუნველობაა. ზრუნვა შესაძლებელია. თქვენ ასე გიყვართ თქვენი სამსახური, ალბათ ჭამასაც კი ვერ ასწრებთ ხოლმე. მართალია, ჩემი ცხოვრება რთულია. რთული რამაა, რთული. ყოველდღე ხვდები თქვენნაირ ადამიანებს, ასეთებს. ჩვენს რესტორანში უფასო ლანჩებს გთავაზობთ. რამდენჯერაც გინდათ. აიღეთ ეს ვაუჩერი. პატარა გოგონამ სერტიფიკატი მომცა. კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ ეს ქრთამი არ არის. არა, ეს თქვენ ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიციაა. აიღეთ. კარგი დღე გქონდეთ. ნახვამდის. კარგი, ისე ის ცოტათი უცნაურია. ვარაუდობ რომ ეს ინსპექტორი კარენმა გამოაგზავნა. და რა უნდა ვუყოთ ამ მწვადის კაცს? დავასრულოთ. ნიკოლ, ეს ზედმეტია და უკანონოა. მისი დასრულება კი არა, მისი საქმის დასრულება. მაგრამ როგორ? მას არ მოსწონს რომ მის მწვადს უფრო იშვიათად ხიდულობენ. ჩვენ ისე გავაკეთებთ რომ საერთოდ აღარ იყიდონ. კარგი, ჩვენ არ შეგვიძლია ხალხის იქიდან ძალით გაყვანა. ჩვენ გავაკეთებთ აქციას, იყიდეთ 2 ჰოთ-დოგი და მესამე საჩუქრად. მართალი ხარ? მაშინ არავინ მივა მასთან. დიდი ფასდაკლება. იყიდეთ 2 ჰოთ-დოგი და მესამე უფასოდ მიიღეთ. კარდამონის ახალგაზრდები, მათ მოაწყვეს აქცია? ახლავე გაჩვენებთ მე თქვენ კარგ აქციას. სიზმარშიც კი ახალ სამსახურს მოძებნით. საქმე ძალიან ცუდად გაქვთ. ღმერთო ჩემო, აქციამ კიდევ უფრო მეტი ფული მოგვიტანა. ამდენი ადამიანი, ჩვენ უკვე პოპულარულები ვართ. იმედი მაქვს ეს გაგრძელდება. მინდა რომ თანხა რაც შეიძლება მალე შევაგროვოთ. მაგრამ ახლა ერთადერთი რაც უფრო მეტად მინდა, დასვენება. გეთანხმები, მაისური უკვე ოფლიანია. დამშვიდი, ეს იმ 3 ჰოთ-დოგის მაიონეზია, რომელიც შეჭამე. კარგი რა. მოდი ზღვას დავაკვირდეთ.
საჭმელი? ეს საჭმელი არ არის. ისინი აქ ყველანაირ სიბინძურეს ყიდიან. პილპილი, ხახვი, ნიორი, ჩემი ხორცი უკეთესია. ზეხვეული გასტრიტით დაავადებულებს საჭმევენ. გამოადგებათ კიდეც. ყველაფერს მოვიპარავ. ნახოთ, როგორ მოამზადებენ ეს ბავშვები ამ ყველაფრის გარეშე. თქვენ შაიტანებო. ვაუ, კარგი, ცოტა დავისვენეთ, ახლა კი ვიმუშაოთ. მოიცადეთ. ხო არ წავიხემსოთ? კი, შეგვიძლია ჩვენი საჭმელი შევჭამოთ. წავიდეთ, წამოდი. კარგი. ახლა შევჭამთ. რა მოხდა? სად არის ყველა პროდუქტი? სად არის სასმელები, კოვზები და ჩანგლები? აქედან ზეხვეულის კი გაქრა. მაგრამ ისინი აქედან დამოუკიდებლად ვერ წავიდოდნენ. ბოგდან, აღიარე, ყველაფერი შეჭამე? რატომ ბოგდანი? მე სულ თქვენთან ერთად ვიყავი. მართალია, ეს კარენი იყო. სულ ესაა, ეს უკვე ზედმეტია. დროა ვაჩვენოთ, რომ მისთვისაც შეგვიძლია ზიანის მიყენება. რა დავწეროთ წარწერაში, რომ არავინ მივიდეს მასთან? რას ფიქრობთ, ბავშვებო? იქნებ დავწეროთ, რომ ხელებს არ იბანს? ისედაც ყველა მიცის. მოდი, რამე მოვიტყუოთ. დავწეროთ, რომ მას ვადაგასული ხორცი აქვს და ვადაგასული პროდუქტები აქვს. ზუსტად. ვადაგასული ხორცი. ახლა ეს ჩანაწერი შემომჩნევლად უნდა განვათავსოთ. არავინ აქ. ნახოთ თუ რა მოხდება. კარგი, თქვენ ზეხვის ბავშვებო, ახლა ისეთ კურკუმას მოვამზადებ თქვენთვის. მოდით აქ, რა ჩაიდინეთ? კარგი, რა ჩაიდინეთ? არ მოგეწონა, როცა შენი წესებით დავიწყეთ თამაში? თქვენ პატარა პარაზიტებო, პოლიციაში 3 საათი გავატარე იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. მაგრამ ცოტა ხნით ხო დაისვენე. კარგი, მოიცადეთ თქვენ კიტრებო, ისეთ წიწაკას მოგიმზადებთ, რომ სიტყვა მომზადებაზეც კი შეკრთებით. მიმიხვდით? ბრძოლაში გიწვევთ, პატარა ზეხვის ბავშვებო, კულინარიულ ბრძოლაში. გასაგებია? ბრძოლა? ცოტა ცუდ ფორმაში? ანუ ადრე კარგად იქცეოდი? ზუსტად, საქმე ცუდად გაქვთ. დედა გაოგნდება, როცა გაიგებს, რომ საუკუნის წვეულებისთვის ფული თავად ვიშოვეთ. არ უნდა დაგავიწყდეს იმის ხსენება, რომ წვეულება მის სახლში გაიმართება. მაშინ დამლაგების მოყვანას დაგჭირდება. არ გგონიათ, რომ წვის სუნი აქვს? ჟენია, ისევ ზეხვეული დაწვი. მე არა. მე არაფერი დამიწვია. შეხედე. მოიცა, აქედან სუნი არ მოდის. იქნებ რაღაც გარეთაა? მიშველეთ, მანქანა იწვის. რა უნდა გავაკეთოთ? მანქანა იწვის. ხალხო, გვიშველეთ. როგორც ჩანს ჩავაქრეთ. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი? როგორც ჩანს, ჩვენი გაბრაზებული მეგობარი არ ხუმრობდა, როდესაც გითხრა, რომ ბრძოლას გვიცხადებდა. ის დაწვავდა ამ ფურგონს. პოლიციაში უნდა დავრეკოთ. და როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს ის იყო? დროს დავკარგავ. მაშინ შური უნდა ვიძიოთ. არა, შემდეგ კიდე უფრო უარესი მოხდება. ჩვენ ფრთხილები უნდა ვიყოთ. როგორ? არ მინდა, მაგრამ კარენთან მოლაპარაკება უნდა ვცადოთ. მასთან მოლაპარაკება მე არ მინდა. არჩევანი არ გვაქვს, ან ფურგონს დაწვავს, ან დღეში წაგვიყვანს. კარგი, სხვა გზა არ გვაქვს. დამცირება უნდა ავიტანოთ და თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს მეგობრები ვართ. გამარჯობა, კარენ. ცოცხლები ხარ? შენ და სამწუხაროდ კი. ეს ნიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ცეცხლს დავანთებ, მეტი ბენზინი დამჭირდება. სწორედ ამიტომ მოვედით ჩემთან. კარგი. შემდეგ ჯერზე ეს არ გვინდა. სწორედ ამიტომ გვინდოდა შემოგთავაზოთ მეგობრობა, თანაცხოვრება. მოიცა. ჰეი, გოგო, მეგობრობა? შენ თელი ჩემი ცხოვრება დამიგრიე და ახლა მეგობრობა გინდა? გსურს, რომ ჩვენი გაყიდვების 3% გადაგიხადოთ? რა? მე მემკვიდრეობით მიღებული მწვადის წარმოებელს, წლის საუკეთესო ბატკნის ნომინაციის მფლობელს, ერთადერთი, ვინც ეს ნომინაცია მიიღო, ოქროსფერი წარბის ნომინაცია და მხოლოდ 3%? თქვენ გონია რომ? იცით, მე თანახმა ვარ. მართლა? ძალიან გვიხარია. რატომ უნდა ვიყოთ ერთმანეთის კონკურენტები? ჩვენ ხომ იგივე საქმეს ვაკეთებთ. ეს მართალია. თქვენ აქ მე ერთი წუთით მომიცადეთ.
როგორც ჩანს, იმუშავა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა რომ ის სავზე დაგვრთახდებოდა. დიახ. ასე მშვიდად და ადეკვატურად. ო, თქვენ შაიტანებო. შვიდად და ადეკვატურად გაიქეცი. სრაფად მეთქი. წადით, პატარა იდიოტებო. ჰეი, დღეს კეთილი ვარ. სრაფად და უმტკივნეულოდ მოგკლავთ. გასაგებია? მისმინე, სუქანო, გამოდი გარეთ, გითხარი, კარგი გაგებით გეუბნები. იცით, რამდენი ხანი დამჭირდა რესტორნის ასაშენებლად? ძალიან კეთილი ხარ, ბატონო კარენ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. დღეს საღამოს კომპიუტერთან თამაში მინდოდა და არა კარენისთვის ვახშამი რომ ყოფილიყავი. უთხარი, დედა ჩემს რომ იგი მიყვარს. თქვენი ბოლო გაჩერება, ბავშვებო. შენ თვითონ ეტყვი მას? იწვის. ძალიან ძლიერად იწვის. დავიჭიროთ. შაიტანებო. აი ეს შენთვისაა, კარენ. აი ეს შენი კულკუმა. აი ეს შენი სუნელი. ამას არასდროს გაპატიებთ. მოიცადეთ. Yes! რაღაც მომენტში მართლა ვიფიქრე რომ ჩემგან მწვადს გააკეთებდა. ისეთი ძლიერი კაცია, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ და ლამაზად დავამცირეთ. ჩვენ ის დავამარცხეთ და ეს ნიშნავს რომ ხვალ მუშაობისას არაფერი შეგვაწუხებს. სამუშაო დღე დასრულდა. ახლა კი შეგვიძლია სახლში წავიდეთ. სახლში მივალ და მაშინვე დავიძინებ. იმედია კოშმარებში მწვადს არ ვიხილავ. ფურგონი დავხუროთ და სახლში დავბრუნდეთ. ვერ ვიჯერებ რომ დღეს არავის შეგვიშლის ხელს. ვერც ერთი კარენი ვერ შეძლებს ჩვენს განადგურებას. ეს უჩვეულოა, არა? მაინტერესებს სად არის ახლა ის? არ ვიცი სად, მაგრამ ვიცი რას აკეთებს. ზის და ტირის. ღმერთო ჩემო, მოიცა. როგორ ჩანს ის ჩვენ ფურგონში ზის და ტირის. ძალიან სიმბოლურია. წვეულება ჩაიშალა. ჯანდაბა. ახლა დაფიქრდით რა შეგვიძლია დავტოვოთ ლომბარდში დაკარგული ფურგონის გადასახდელად. 3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის არხზე ხარ. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის და აუცილებლად დაალაიქეთ. და ჩვენ გავიქეცით. კარგად.